ახალი დოკუმენტი, რომელმაც სახელმწიფოს მომავალი საფრთხეები და გამოწვევები უნდა განსაზღვროს. უშიშროების საბჭო უსაფრთხოების ეროვნულ კონცეფციაზე საჯარო განხილვებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. პირველი პრეზენტაცია კი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან განხილვის ფორმატში მოხდა. რას განიხილავს საქართველოს მთავარ საფრთხეებად და როგორ აფასებენ დოკუმენტს პოლიტიკოსები, ანა ბროლაძე კი ამბობთ. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც ასახავს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს. აღწერს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს. ასეთია 2005 წელს დაწერილი კონცეფციის განმარტება. დღეს უკვე ახალი რეალობის გათვალისწინებით ხელისუფლებამ ახალი კონცეფცია შეიმუშავა. დოკუმენტის პირველადი განხილვა კი საპარლამენტო ფორმატში შედგა. უშიშროების საბჭომ განახლებული ხედვა უსაფრთხოებაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს წარუდგინა. დოკუმენტი ჯერ საჯარო არაა, თუმცა ავტორების თქმით, მასში ახალი გამოწვევები და საფრთხეები სრულადაა გათვალისწინებული. არსებითი ცვლილებები იქნება განხილული უახლოეს პერიოდში კომიტეტში და ეს არის ღია დოკუმენტი, ყველა შეგიძლიათ რომ იხილოთ თუ რას წარმოადგენს ჩვენი ხედვა საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უნდა შეიქმნას და იქმნება ახლა ეს ტრადიცია ამ ტიპის დოკუმენტებზე მუშაობისას საპარლამენტო ზედამხედველობის, პარლამენტის მონაწილეობის, სხვა პოლიტიკური ძალების მონაწილეობის. უკვე არსებობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული. ეს დოკუმენტი დეტალურად განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგომ საფრთხეებს, დაწყებული ფიზიკური საფრთხიდან, ისეთი საფრთხიდან, რომელიც უკავშირდება რუსულ ოკუპაციას და დასრულებული, თქვათ, კიბერ და ეკოლოგიური საფრთხეებით, არის ყოვლის მომცველი ჩამონათვალი ყველა იმ პრობლემის და საფრთხის, რომელიც ქვეყნის წინაშე შეიძლება იდგეს და სწორედ ეს დოკუმენტი იქნება ამოსავალი. უშიშროების საბჭოს წევრების თქმით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად დასახელებულია როგორც რეგიონული, ისე გლობალიზაციით განპირობებული საფრთხეები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება რუსეთს ეხება, რომელსაც პარტნიორი ქვეყნის ნაცვლად 2008 წლის ომის შემდეგ უკვე ეროვნულ კონცეფციაშიც ოკუპანტის სტატუსი ექნება. ნებისმიერი არასტაბილურობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან ბუნებრივია არის გამოწვევა და ფაქტორი, რომელმაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოება დააყენოს გამოწვევების წინაშე. ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებიც არის ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი და არის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტები გადმოდინებული იყოს ჩვენ ტერიტორიაზე, ამას ბუნებრივია ჭირდება მომზადება და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება, რათა ეს არ მოხდეს. ასევე სხვა ნებისმიერი საფრთხე, როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური მასშტაბის, დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში საქართველოს უსაფრთხოებაზეც აისახება. 2008 წლის მერე, როდესაც უკვე ღია სახით განახორციელა რუსეთმა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და დღესაც ახორციელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, აბსოლუტურად ნათელია ის, რომ ცალსახად უნდა აღნიშნული იყოს ასეთ კონცეფციაში, ასეთ ხედვაში ის საფრთხე, რასაც რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს. ამიტომ ფუნდამენტური ცვლილება ერთ-ერთი ბუნებრივია ამ კუთხით იქნება ყველაზე დიდი, ვიდრე რომელიმე სხვა მიმართულებით. დოკუმენტი სამი ნაწილისგან შედგება. საფრთხეების შეფასების დოკუმენტი საიდუმლოა. მეორე ნაწილი უსაფრთხოების კონცეფციაა, რომლის განხილვაშიც საპარლამენტო ოპოზიციაც მონაწილეობს. ტექსტის საბოლოო ვერსიის მიღების შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიები გაიწერება. თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები, ოპოზიციას კონცეფციასთან საკუთარი მოთხოვნები აქვს. ჩვენ ვთვლით, რომ გამოკვეთილად უნდა იყოს აღნიშნული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში და აქვე ტრადიციული კონფესიების როლი ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებაში. ასევე მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტად და როგორც გამოწვევად უნდა დაფიქსირდეს უსაფრთხოების კონცეფციაში ჩვენი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მდგრადობის პრობლემა და ესეც უნდა იყოს განხილული როგორც გამოწვევა ჩვენი უსაფრთხო გარემოს ჩამოსაყალიბებლად. ძირითადი მიმართულებები ეს გახლავთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დეოკუპაცია, ეს არის მიმართულება მომავალ საფრთხეებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან, სხვა საფრთხეები, ეს არის ეკოსაფრთხეები, ეს გახლავთ დემოგრაფიული საფრთხეები. მოკლედ 7-8 მიმართულებაა, რაც იქნება ასახული კონცეფციაში, ამის მერე შემუშავებული იქნება სტრატეგია და ამის მერე იქნება შემუშავებული ის საიდუმლო დოკუმენტი, რომელზეც ხელი მიუწვდება მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს და პარლამენტში მხოლოდ დობის ჯგუფს. მინდა ხაზზე გაუსვა იმას, ვის აკეთებდათ მე ვაყენებდი საუბარია რუსეთის განსაზღვრა როგორც საფრთხე და ის რომ არის ოკუპირებული ტერიტორია განსაზღვრული იქნება ამ დოკუმენტში და ღიად იქნება ამაზე ნათქვამი. ეს მოგვცემს საშუალებას შემდგომში უკვე დეოკუპაციასთან დაკავშირებით გარკვეული ქმედებების განხორციელებას, იმიტომ რომ რუსეთი როგორც საფრთხე ამ დოკუმენტში მოხსენებული იქნება. ახალი კონცეფციის საკომიტეტო განხილვა სავარაუდოდ ამ კვირაშივე დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტზე მუშაობა არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შესთავაზა.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული ვარიანტი უშიშროების საბჭოს გადაეგზავნება, რომელმაც მისთვის მისაღები ვერსია პრეზიდენტს უნდა გადაუგზავნოს. მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის შემდეგ იმას პარლამენტი დაამტკიცებს და ქვეყანას უსაფრთხოების ახალი კონცეფცია ექნება.